დღეს ჩვენ გარეთ გავედით მაყურებელთან შესახვედრად, ამიტომ მე ამავე სულისკვეთებით გავაგზელებ და ქუჩაში ვერ გავალ ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ გავალ სტუდიიდან, გავალ ნიუსრუმში, სადაც ჟურნალისტები მუშაობენ როგორც წესი. იქ მელოდება ეკა ქადაგიშვილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა აქციაზე და ხვდებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც მოვიდნენ ჩვენ პროტესტის გასაზიარებლად და მე მაინტერესებს რა უპასუხეს მათ ეკამ. რატომ იყვნენ ისინი დღეს რუსთავი ორთან ერთად? საღამოშვიდობისა ეკა. ეკა, ეს ნიუსრუმი, სადაც ჩვენ მუშაობთ, მე და შენც არაერთხელ გვიმუშავია, ბოლო 2 დღის განმავლობაში ასე უჩვეულოდ ცარიელია, ჯერ იმიტომ რომ საერთოდ გათიშული იყო ჩვენი არხი ფაქტობრივად და დღეს ქუჩაში ვიყავით, იმიტომ რომ ფიზიკურად არავინ არ იყო აქ, მაგრამ ჩვენ ვიყავით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც ათასობით ადამიანი მოვიდა და მათი ძირითადი ნაწილი ეს იყო ადამიანები, რომელთაც არანაირი სტატუსი არ აქვს. ისინი არ არიან პოლიტიკოსები, თავარი სტატუსი მათი ეს არის, რომ ისინი არიან ჩვენი მაყურებლები. რა გითხრეს მათ? რატომ გამოვიდნენ კვირა დღეს ქუჩაში ჩვენს გვერდით გასადგომად? პირველ რიგში გიორგი, მინდა აღვნიშნო, რომ პირველი, ვინც დღეს აქციაზე მოვიდა, ის იყო ისევ ჩვენი კოლეგა, 99 წლის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი. ეს ჩემი თანამშრომელი იქნებოდა ზუსტად 45 წლიანი სტაჟით. და ის მიუხედავად იმის ასაკისა და მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა, ის 1 საათით ადრე უკვე იდგა პარლამენტის წინ და მან ზუსტად იცოდა რისთვის მოვიდა. მან იცოდა, რომ მოვიდა სიტყვის თავისუფლების დასაცავად. ის მაინც ჟურნალისტი იყო და უფრო კარგად ესმის რას ნიშნავს ეს, მაგრამ აი სრულიად უბრალო ადამიანებმა რა გითხრეს, რომელთაც ტელევიზიასთან ასეთი უშუალოდ არანაირი შეხება არ აქვს. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოვიდა ჩვენი მაყურებელი ჩვენს აქციაზე დღეს და ჩვენ შევეცადეთ გამოგვაკითხა ყველა ასაკის ადამიანი. და ძირითადად ყველა ამბობდა ერთი და იგივეს. ისინი მოვიდნენ არა მხოლოდ კონკრეტულად რუსთავი ორის დასაცავად, არამედ სიტყვის თავისუფლების შესანარჩუნებლად. იმის შესანარჩუნებლად, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, რაც ჩვენმა ქვეყანამ ამ დამოუკიდებლობის წლებში რაღაცნაირად შეძლო რომ მოეპოვებინა. უნდა გითხრა, მე ძალიან მიხარია, რომ ამ ჩვეულებრივ ადამიანებს უკეთესად ესმით თავისუფალი სიტყვის მნიშვნელობა, ვიდრე ხელისუფლებას ნამდვილად სამწუხაროდ. ასე იყო დღეს, ნამდვილად, იმიტომ რომ ჩვენ წარმოიდგინე მოვიდნენ მცირეწლოვანი შვილებითაც, აი მაგალითად ყველაზე პატარა ბავშვი, ვინც ნახე, 1 თვისაც არ იყო მაგალითად და მათი მშობლები ამბობდნენ ერთი და იგივეს. მათ სურთ იაროთ წინ, მათ სურთ ამით შეუქმნან თავიანთ შვილებს უკეთესი მომავალი. მათ ძალიან სურთ, რომ ყოველმა ახალმა მთავრობამ წარსულის შეცდომებზე ისწავლოს მაგალითად და მათ აღარ სურთ, რომ აი მთავრობებმა ერთი და იგივე წრეზე იარონ. ეს ასეც არის ჩვენ პირადად და ყველა ალბათ არის ამის მომსწრები. ჩვენ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ უკვე წლებია. მოკლედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი მაყურებელი დღეს მოვიდა რუსთავის აქ. და მათ შორის ერთი თვის ბავშვი, რომელმაც ჯერ არ იცის და სავარაუდოდ ძალიან ისტორიულ მომენტში, ნებისმიერ შემთხვევაში მე იმედი მაქვს, რომ ასეთი მომენტის გამეორება ჩვენ აღარ მოგვიწევს და ეს იქნება ერთადერთი ასეთი ისტორიული момენტი, ასეთი ფორმის ჩვენ საქმიანობაში, რომელსაც თავის დაუნებურად ეს ერთი თვის ადამიანი ესწრებოდა. იმედია ის მაინც მოესწრება უკეთეს სიტუაციაში, აქციაზე აღარ მოუწევს. მეორედ აღარ დაჭირდება არანაირ აქციაზე მისვლა. ნახოთ, რა გითხრეს ჩვენმა მაყურებლებმა ქუჩაში. საჩერტოში. მე ვცხოვრობ თბილისში. პირველად მიმიღეს ტელევიზიაში. 45 წელია მუშაობ ტელევიზიაში. ეხლა ვარ ასაკოვანი, ვარ 89 წლის. ძალიან მიყვარს და მაინტერესებს ტელევიზიის მუშაობა, თქვენი მუშაობა. მე მინდა რომ ყველა არხი იყოს თავის ადგილზე გამაგრებულად. კიდე რუსთავი, კიდე პირველად და ყველა არხი იყოს ძლიერად. უნდა მაგრად ვიყოთ, ჩვენ რომ მაგრად ვიქნებით. მაშინ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. მოდი თავისუფალი სიტყვის დასაცავად. რუსთავი არის ხარდასაჭერად, არა თეორიებში თავისუფალი სიტყვის დასაცავად. სიტყვის თავისუფლება ნიშნავს თავისუფლებას, იმიტომ რომ თუ არ იქნება სიტყვის თავისუფლება, ალბათ ვერაფერს ვერ გავაკეთებ ჩემს ცხოვრებაში. მე თბილისში ვცხოვრობ 60 წელია. მე ჩემი ოჯახი რეპრესირებული იყო. რეპრესირების ოჯახიდან ვარ. ქიანელაშვილი, დიო, ლაზარევი, ვიცავ სიმართლე დასაცავად და ამის უთისა ეხლა ეს ხალხი მოსული აქ რომ თავისუფლად იქცნო. სიმართლე ხო იცით წარია. სიმართლეს რო აშუქებს ხოლმე სიმართლეს რო აცნობ საზოგადოებას, მაგიტომ მოვიდით ხარდასაჭერად. რაიმე ის
იგი რა ვიცი მე მეგონა არ გამომირთავს მე მეგონა ისევ ჩაირთებოდა რაღაც ხუმრობასავით მივიღედა მე ძალიან ცუდად გავხდა გეფიქები ყდარიშვილი საფლავს თუ არ მეტიროთ ხრემლები ჩამომცვიდა და გამოვწედა დავანებით არის 80 წლის კაცი და გამახსენდა ბრეჟნევის დრო რომ ყველაფერი კარგად იყო ნებისმიერ აქ ჩართავდი და აყვებულა თორემ კომუნიზმში შევსულოთ ასეთი ბრძნობა მეუფლებოდა რუსთავი ორი ისევ ჩაირთო რაც იმის ნიშანია რომ ეს არხი არასდროს აღარ უნდა გამოიწოს ციხის თავისუფლება რას ქვია სანახევროდ მოიყო აი შეგვიძლიათ ახლა მე და თქვენ თავისუფლად აქ ვლაპარაკობთ მაგრამ ეს უნდა ისმოდეთ თელ ქვეყანაში ეს თავისუფლების ადამიანმა უნდა იცოდეს ნებისმიერ სოფელში ნებისმიერ ქალაქში რა ხდება განსხვავებული აზრის არის თუ რანაირი თავრობის ხარდამჭერია თუ ვისი არც ერთი ყველანაირი ტელევიზია უნდა იყოს მადლობა ყველას ვინც ჩაგვალა რომ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის მისი მთავარი ღირებულება და მოვიდა დღეს აქ მიუხედავად იმისა რომ სტადიონი მოგწონს თუ არ მოგწონს დღეს ვალდებულები ვართ ჩვენ ყველა რომ დივიდგეთ აქ ვიცავდეთ სიტყვის თავისუფლებას ვიცავდეთ რუსთავი ორს თორედ წინააღმდეგ შემთხვევაში ფალდაზე სათითაოდ ყველას უფლებებს შელახავენ აუცილებლად და ამის შესახებ თქმელიც არავინ არ იქნება დარჩენილი ყველა ერთად მღერით საქართველოს ჰიმნს რას დაახსნა იმის მერე რუსთავი ორს უყურებ ბავშვობიდან ვუყურებ ჯერ კიდე ბატონი ეროსი მოვიდა 94-95 აღარ მახსოვს რეზუმაში და იქიდან მოყოლებული რუსთავი ორი ჩემი საყვარელი ტელევიზიაა აქვე ამასაც ვაფიქსირებ თუმცა ყოფილა იმედღაცრუების გარკვეული წლების განმავლობაში ეგეთ რაღაცებს ყოფილა მაგრამ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ეხლა მას ძალიან ბევრი ტელევიზია არ მოწონს მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ პროექტში ალტერნატიული ტელევიზია რომელიც გააშუქებს მოვლენებს ისე როგორც ხდება რეალურად და არა ისე როგორც თავრობას სურს ეს ყველაფერი გააშუქოს ჩემი შვილებისთვისაც ხდება ეს ყველაფერი დღევანდელ დღეს ჩემი შვილებისთვის ვიღწი აქ იმიტომ რომ ამათ ქონდეთ კარგი და ესეთი ნათელი მომავალი მოგესალმებით თავისუფალ ადამიანებო მე თვითონ ვარ საქართველოს მოქალაქე მაგრამ ამავე დროს ამერიკის მოქალაქე ჩემთვის ორივე სამშობლო ორივე მტკივნეულია მოგესალმებით ყველას ვისაც გაღელვებთ არა რუსთავი ორი არამედ ქვეყნის ბედი. აი ეხლა რომ მოვდიოდი, ჩემმა 12 წლის ბიჭმა წეგნიხსა, რომ არ ვიცოდიო დედიკო, ასეთი გულშემატკივარი თუ იყავიო და ეს მინდა რომ უთხრა ის რაც ჩემშულს უთხარი თელ ქვეყანას. აქ არ არის რუსთავი ორში საქმე არის სიტყვის თავისუფლებაში, რაც ერთადერთი რაც გაგვაჩნია. არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხზე გაიმარჯვებს, იმიტომ რომ შედეგი იქნება დამღუპველი. ხალხ რომელს ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის თავისი ხალხის, იმას არასოდეს გაუმარჯვებს. ესეთი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში მე ვარ. თუ ესენი რამს იცავენ, თავისუფლებას თუ იცავენ, ესე იგი მე მიცავენ. უნდა მენახა ვინ მიცავს. ხოდა აი ნახე, მე რომ მოვდიოდი, ესენი მიდიოდნენ. ესენი რომ მოვდიოდნენ, მე მიდიოდი და ეგრეა. ზევდება ის. ხალხია ძალაუფლება. ვერ შეგვაშინებენ. ერთობა.